მე დიდი ხნის განმავლობაში ვაკეთებდი ამ იმას, მაგრამ ვაკეთებდით კუსტარულად რა სახლის იმაზე დონეზე ხლა ესეთი გარეთ ვაშრობდით მზის ქვეშ და მე რო გავიგეთ რომ ესეთი პროექტი იყო მივიღე მონაწილეობა, იმიტომ მინდოდა რა, ფიქრობდი ამის გაკეთებას ყოველთვის, მაგრამ ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. მთავრობამ რო დამაფინანსა, იმითი ვიყიდე ეს საშუალო 5000 ლარი გადავიხადე. ახლა 5000 ლარი სოფელში ოჯახისთვის ცოტა არ იყო სადვილი გადასახდელი არ არის. მივიღე დაფინანსება და შევიძინე 5000 ლარად ეს საშრობი. ამ საშრობში ძირითადად ვაშრობ ჭირს და ხანდახან ტყლაპს. ნედლეული არის სუ ადგილობრივი წარმოების, არის ნაწილი ჩემი, ნაწილი ჩვენი რაიონის მოსახლეობისგან ყიდულობს და იმითი ვახდენთ იმის გადამუშავებას. რეალიზაცია საქართველოში ჭირისა და ტყლაპისა არც ისე ჭირს, იმიტომ მოთხოვნა დიდი არის ჭირზე განსაკუთრებით, ძალიან მაგარი მოთხოვნაა. მაგრამ აი წარმოება ჭირს ცოტა, ნედლეული არ არის იმდენი რაოდენობით, რაც გვინდა, აი ეს ბოლო წლები რაღაცა მოსავლის ნაკლებობა გვაქვს ძალიან. 1 კილო ჭირი რომ მივიღოთ, უნდა 5-6 კილო ნედლეული მაინც. და ყველაფერი ამაზე არის დამოკიდებული. და წელსაც მე მგონი ცოტა გაჭირდება, იმიტომ წელწლევანდელი მოსავალი ძალიან ცუდია. ეხლა მე ბევრი რაღაცები მჭირდება კიდე, მაგალითად ამას უნდა ვაშლის სათლელი, საჭრელი მანქანადგარი, რომ აწარმოო ჭირი, რომ აწარმოო დიდი რაოდენობით, არა ჭირდება. დიდი მადლობა.